დაბალი გემოვნების საბჭოთა რუსულ საესტრადო სივრცეში თავის დროზე პოპულარულ სიმღერას 1988 წელს სარატოვში შექმნილი გოგონათა ჯგუფი კომბინაცია ასრულებს. სიმღერის პრემიერა 1990 წელს შედგა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მისი ტექსტიდან გამომდინარე, თუ როგორ ელოდება რუსი გოგონა ამერიკელ პრინცს რომ წაიყვანოს და იქნებ როგორმე თავი დააღწიოს გაუბედურებულ საბჭოთა რუსულ ცხოვრებას, ამერიკული გაზეთების და ჟურნალების ყურადღება მიიქცია. სამეცნიერო წიგნებშიც კი მოხვდა. არ გეგონოთ რომ გავგიჟდი და უგემოვნო რუსული პოპ-მუსიკის ანალიზი გადავწყვიტე. ამერიკან პოი პუტინის ჯამბაზის მედვედევის ატომური კუნთების თამაშმა გამახსენდა მისი უშნო მიხრა-მოხრა. მასხარა ამერიკან პოიზე თანაკურსელების ყოველწლიურ შეკრებაზე იკვანწებოდა. ამერიკელი პრინცი ამ ცეკვიდან 14 წლის მერე ტრამპი აღმოჩნდა. 28 ივლისს მედვედევი ტრამპს პუტინის მიმართ წაყენებული 10 დღიან ულტიმატუმს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყოველი ამგვარი ქმედება ომისკენ გადადგმული ნაბიჯია საკუთარ ქვეყანასთან. სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ტრამპი მედვედევის ბოდოს ალბათ არ მიაქცევდა ამხელა ყურადღებას. პოსტს არ დაუწევდა, მაგრამ ახლა არც მისი პრეზიდენტობის პირველი თვეა და არც მესამე. პუტინის დროის გაწელვა გაშიფრულია. კრემლს ომის დასრულება არ უნდა. მედვედევის პროვოკაციული განცხადების საფუძველზე ტრამპი არც მეტი არც ნაკლები ორ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდს შესაბამის რეგიონებში განათავსებს. ტრამპმა მისი მოულოდნელი გადაწყვეტილება ასე მარტივად ახსნა. როცა საუბარი ბირთვულზეა, მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ჩვენ სულ მზადყოფნაში ვართ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დაიმუქრა და ჩვენი ხალხის დაცვას ვაპირებთ. როგორც ყოველთვის რუსეთთან დაკავშირებით მკვეთრი და მკაფიო სენატორი ლინცი გრემი იყო. შემეგობრებს რუსეთში პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობას ეძებს და არა კონფლიქტს, თუმცა გთხოვთ გაიგოთ, რომ ის არც ობამაა და არც ბაიდენი. მასთან ხურობა არღის, თქვენ აჭარბებთ. შეხსენებისთვის, ეს ის ლინცი გრემია, რომელსაც ტრამპის 50 დღიანი ულტიმატუმის გამოცხადების შემდეგ მარტივ და გასაკვირ ენაზე განაცხადა, თუ კი პუტინსა და სხვებს აინტერესებთ რა მოხდება 51 დღეს, აითოლასთან დარეკვას ურჩევდი. იმ ქვეყნის ადგილას რომ იყო, რომელიც რუსეთთან იაფნავთობს, ყიდულობს და პუტინის ომის მანქანას აძლიერებს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი. 51 კი არა, მსოფლიოს ახალი პოლიტიკური კალენდარი აქვს. 8 ყველაზე მეტი 10 აგვისტო. აღარ ვარ დაინტერესებული საუბრებში. ეს ტრამპის სიტყვებია და ალბათ მიხვდით, ვისაც გულისხმობდა. მისი პუტინთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგვე გაჩნდა ვერსია, რომ პუტინი მხოლოდ დროის მოგებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში კი ამ დროის მარკუში საკუთარი თავი თავადვე გაყო. პრეზიდენტი 6 თვეზე მეტია იცდის და ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს. ცხადია, პრეზიდენტი არაპირებს მარადიულ ლოდს. ეს უკვე რუბიოა. სახელმწიფო მდივანი მკაფიოა. ის ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთთან მკაცრი ხაზის მთავარი გამტარებელია. ეს ის რუბიო, რომელსაც პუტინზე ნათქვამი აქვს. ის ომის დამნაშავე, განგსტერი და ავაზაკია. რუბიოზე ივანიშვილის დაჯგუფების მიერ ყველა ფორმით გალანძღული მეგობარი აქტის თანავტორი კონგრესმენი ჯო ვილსონის საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა მახსენდება. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახტევიოს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართული ხალხის სახელითო, სახელმწიფო მდივანმა პასუხში კითხვა დასვა. არის ჩვენ ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? ეს კითხვა პასუხი ალბათ უმეტეს თქვენგანს გაახსენდა. მას ქვემოთ კიდევ მიუბრუნდები, მანამდე კი აუცილებლად დაიმახსოვრეთ რუბიოს ნახსენების სიტყვა ინტერესი, რომლის ცვლილების შესახებ ივანიშვილის კობახიძე ჯერ კიდევ 2024 წლის 2 ოქტომბერს ბრძნულად მეტყოლებდა. მისი ბატონის არ იყოს, ეგიც დიდი სტრატეგია აღმოჩნდა. როგორც გითხარით, ამ თემაზე ოდარ მოგვიანებით. მანამდე კი ისევ ტრამპი 10 დღე და რუბიო. რა მოხდება 8 აგვისტოს შემდეგ არავინ იცის, ასევე არავინ იცის რა ეფექტი ექნება ორი წყალქვეშა ატომური ხომალდის გადაადგილებას. რუბიოს თქმით, ტრამპს ბევრი ვარიანტები აქვს, მათ შორის სექციური საბანკო სანქციები და რაც მთავარია, რუსული ნავთობის მეორადი გაყიდვის დასანქცირება. ნავთობის ნაწილი უკვე ამოქმედდა. ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფი დაუწესა. ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში კი ტარიფი 100%-მდე გაიზრდება. არ მაინტერესებს რა ზისავს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა. დაწერა 31 ივლისს ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში და ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა რუსული
ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. ინდოეთის მთავრობამ სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების მიმართა ნავთობის შეძენის ალტერნატიული გზები მოძებნა. ამასობაში კი რუსეთს და არა მხოლოდ ნატოში შეერთებული შტატების ელჩის მეთიუ უიტაკერის ასევე გასაგებ ენაზე გაკეთებული განცხადება წამოეწია. დიპლომატმა ნიუსმაქსთან კომენტარში რუსეთისთვის დამაგრებელი უწოდა იმას, რაც 8 აგვისტოს შემდეგ მოხდება. საქმე ისაა, რომ პუტინს სჭირდება ნავთობის გაყიდვა. ის მას ყიდის ჩინეთს, ინდოეთს და ბრაზილიას და ახლა ეს ქვეყნები პასუხს აგებენ იმისთვის, რომ ვაჭრობენ რუსეთთან. რუსეთს არ ეყოლება არც მეგობარი და არც პატრიონი, მას შემდეგ რაც ტრამპი დამაგრებელ სანქციებს დაუწესებს. თუ კრემლი ომს არ შეწყვეტს, პუტინი დარჩება ყველაფრის გარეშე და ომის საწარმოებელი სახსრების გარეშე. მეგობარი და პარტნიორი, რომელიც რუსეთისთვის თავს გაწირავს, დიდი ალბათობით პუტინს ახლაც არ აყავს. ის მოკავშირეებიც კი, რომელიც ახლა მასთან რაღაც ურთიერთობაში არიან, ამ ურთიერთობაში მხოლოდ საკუთარ სარგებელს ნახულობენ. Министр иностранных дел Российской Федерации Сергей Викторович Лавров. Прошу вас, вам слово, Сергей Викторович. Россия воюет одна против всего Запада. რუსეთი მარტო იბრძვის მთელი დასავლეთის წინააღმდეგ. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ჩვენ მოკავშირეები გვყავდა. ახლა ბრძოლის ველზე მოკავშირეები არ ყავს. პუტინის მთავარმა დიპლომატმა აღიარა კიდევაც, რომ რუსეთს ახლა მოკავშირეები არ ყავს. თუმცა იქვე ქვეცნობიერი აღიარების თავის შკუით შელამაზებას შეეცადა. რუსეთი დასავლეთს მარტო ებრძვისო. დასავლეთთან რუსეთის მარტო ბრძოლისას ესენი გახსენდება, რომ წარმოიდგენ როგორი შიშველი ხელებით და მამაციგულით უმკლავდებიან დასავლურ სიბილწეს და თან რომ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სოლოქსა და კრემშოლის შეუთანხმებელია, უცებ ნაკაბოჭორიშვილი გეცოდება, რომ ლავროვთან ერთად სადმე ფხენიანში ან მინსკში მარტო მებრძოლთა დიდ ფორუმზე არ არის. კარგით ხუმრობა იქით იყოს ლავრი, რისი ლავრი იყო, რომ ამ ბოდვით ქადაგებისას არ ეთქვა SVO-ს დაწყებას ალტერნატივა არ ქონდაო. თურმე ნუ იტყვით რუსეთს სხვისი ტერიტორიები კი არ ჭირდება იმდენი შენდედა თურმე ამ ტერიტორიებზე რუსული ენის, რუსული კულტურის, რუსული განათლების და დაჩაგრული ხალხის დაცვა ყოფილა მთავარი. გინდა არ გინდა ასეთ ბოდვაზე რომ რუსეთს სხვისი ტერიტორიები არ ჭირდება, რადგანაც ისედაც დიდი ქვეყანაა, ბიძინა ივანიშვილი გახსენდება. მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მე ამის არ ამჯერა. 20-ის წვინების ცენტრში თუ უყურებთ დროებას, ჩაიწერეთ ლავროვის ახსნა, სხვისი ტერიტორიების ოკუპაცია, ხალხის გადარჩენა რომ ყოფილა გამოგადგებათ. ვინმე რომ ჩაზუსტება, ჩაანალიზება სთხოვოს ბატონს, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ არ გგონიათ და ვერ იჯერებთ რუსეთის სტრატეგია მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და ოკუპაციაო, ეს პასუხი გაუმზადეთ. თუმცა ალბათ გაგვთ შპარგალკა, მაგრამ სად გამოიყენოს საკუთარ პროპაგანდის ყუთშიც აღარ ჩდება. ავტოგოლას გლახა პრეზენტაციაზე ხომ უყევი ერთიანობის მეტი არა ჩემი მტერი დემონსტრირებისთვის გამოჩნდა. ეგრე პუტინიც ჩდება ოფში პულზე, წინასწარ დადგმული სპექტაკლით. ივანიშვილი დამალულია რა აქვს რომ ხალხისთვის სათქმელი. ახლა ეს იმით ცხოვრობს, რასაც პუტინის არ იყოს საკუთარ პროპაგანდისტულ ყუთში უყურებს. ახლა მასთან სასაუბრობთ, ხოლო ბატკა ჩადის. ორ სტარიქს სკამეიკაზე შეუძლია ჩამოჯდომა, ერთმანეთის გამხნევა და შიდა მოხმარებისთვის 1000 სისულელის მოყოლა. ეს ერთი ფოტო ჩემი აზრით ზუსტი დემონსტრირებაა, რომ პუ სულ უფრო ემსგავსება ბუნკერში დამალულ ფულერს, რომელსაც მხოლოდ იმას უყვებიან, რაც მის ყურებს ესიამნება. ომის დაწყებამდე საკუთარ სპეცსამსახურებმა ისიც კი უთხრეს კიევის გასაღებს შეგაბარებთ, მაგრამ რიბიატა პრამახნულის ალბათ ახლაც ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის გავძვრებით ოლიგარქებს და ჩინოვნიკებს დავაწვიკოთ, ფული გვექნება. მე რა რომ რუსეთის ბიუჯეტის ხარჯმა პირველად ექსპორტიდან შემოსავალს გადააჭარბა. მე რა რომ ნავთობზე ფასის ვარ და ისედაც ომის ეკონომიკის გამო რუსეთის ხალხის გაჭირვებას უფრო გაზრდის და ასე შემდეგ. მე რა რომ ჰაკერების შეტევამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სისტემამ წყობრიდან გამოიყვანა. მე რა რომ აეროპორტები და ავიაკომპანიები წარღუნამდელი სისტემით მუშაობენ. სატრანსპორტო კოლაფსი ერთ-ერთი პირველი სიგნალი იმისა, რომ სახელმწიფო დაშლის პირას არის და ეს ჩემი გადაჭარბება არ გეგონოთ. არც მხოლოდ სურვილი, რომელიც ვერ დავმალო რომ მაქვს. თუ არ დაფრინავს აეროფლოტი, იფრენ უკრაინული დრონები და უნდა თუ არა ეს პუტინის ჩეკისტურ კორპორაციას, ომს უფრო და უფრო ღრმად შეიგზნობს პროპაგანდით twin გამოლაკებული რუსი. ტრამპის მოტყუება და პუტინის დროის მოგება, როგორც ჩანს, კრემლის დიქტატორს ძვირად დაუჯდება. ამ 6 თვის მანძილზე პუტინს ბევრჯერ ჰქონდა შანსი იმისა, რომ თუნდაც შიდა მოხმარებისთვის ამ ომიდან სახე შენარჩუნებული გამოსულიყო. დრო ვერ მოიგო, შეეცადა, რადგან ის თვლის, რომ რუსეთი ცალკე ცივილიზაციაა და თუ არ იქნება რუსეთი, მაშინ სამყაროც არ უნდა იყოს. მაგრამ რუსეთი ხომ ის არის, თუ არ იქნება პუტინი, არ იქნება რუსეთი. ეს არის ახლა მისი რუსკი მირის მთავარი სტრატეგიული ხაზი. ომს ამიტომ ვერ დაამთავრებს, თვითონ დამთავრდება, რაც უფრო გაიწელება ეს ომი, მასთან ერთად უფრო მეტი რუსი მოკვდება სხვის მიწაზე. ც არის გეოპოლიტიკური ჰალუცინაცია.
ჰალუცინაციების სამსხვერპლოზე. ის შიზოფრენიკია და ნებისმიერი შიზიკის საბოლოო მიზანი თვითგანადგურებაა. Ебать. პუტინი მსოფლიოს მთავარი საფრთხეა. პუტინი ომია, ეს მის მიერ მოკლული ბორის ნემცოვის სიტყვებია. შესაბამისად, მას არ ადარდებს რა იქნება ხვალ. ის ახლა თავის ჰალუცინაციურ წარმოსახვებში ბუნკერში ცხოვრობს. ცხოვრობს და იცის, რომ კიევი ვერ აიღო. იცის, რომ ბანკოვსკაიაზე ვასალი ვერ დასვა. იცის, რომ ხერშატნიკზე ჟანგიანი ტანკები ვერ ჩააგრიხინა. იცის, რომ უკრაინა ახლა იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. როგორც წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გრინგრიჩმა რამდენიმე დღის წინ Fox-თან ინტერვიუში თქვა, ამ ომს ის ვერ მოიგებს. კიევთან დაპირისპირებაში მარცხი გადაუვალე და საკითხი ახლა ასე დგას, რამდენად დიდი მასშტაბის მარცხის მისაღებად არის პუტინი მზად. გინგრიჩი იქვე ამატებს, გაიზრდება მსხვერპლი და რუსეთის საზოგადოება ნგრევას დაიწყებს, თუ ამერიკა სერიოზულად დაიწყებს მოქმედებასო. ჩემი დაკვირვებით ტრამპის ადმინისტრაციას არასერიოზულობის არაფერი ეთყობა. ამაურ ზაურში კი ედგვარად ჩაიკარგა უმნიშვნელოვანესი ამბავი იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაში დაასანქცია. დაწესებული სანქციებით მოერაშის ყველა ქონება და აქტივი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიყინება და გადაეცემა შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს. პატივცემულ მორაშს ალბათ ურჩევნია ერთი კაკადო ან თუნდაც სტუკანი ამაზონის ველზე რომ შეიფრთხილებს, მაგრამ იზვინათ ბატონო მოსამართლე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაში გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევისთვის დაასანქცირეს. ეს იყო გაფრთხილება მათთვის, ვინც თავენთი მოქალაქეების ფუნდამენტალურ უფლებებს ფეხქვეშ თელავს. მოსამართლეს მანტია ვერ დაგიცავთ. ვერც თქვენ დაგიცავთ მოსამართლის მანტია ქალბატონო გალუსტაშვილო, ვერც თქვენ ქალბატონო თამარ მჭედლიშვილო, ვერც თქვენ ქალბატონო ეკა ბარბაკაძე, ვერც თქვენ ქალბატონო ნინო სახელაშვილო, ვერც თქვენ ბატონო მოსამართლებო ჯოებე რომეო ზვიად გიორგი ირაკლი. უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოწვევა და თქვენ გასაგებ ენაზე ფსიხუშკაში გამოკვეტვა უბრალოდ არ შეგრჩებათ. ვერც ივანიშვილის კორპორაცია გიშველით. თუ ძალიან მოინდომებთ, მაგნიტსკის სიაშიც მოხვდებით და ვახო-ვახოსთან ერთად აი ივანიშვილის დაცვა სუსის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო, ერთად ივლით მაგნიტსკელების ხოტკაზე სადმე უსურიისკში ან სევეროდვისკში. რუბიოს სენატიდან ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სია ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნად დანიშნამდე გადაეგზავნა. ამ სიაში არიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, ახლო გარემოცვა, ეგრეთ წოდებული ელიტა, ოცნების ლიდერები, მინისტრები, დეპუტატები, მოსამართლეები, არის ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, ანუ ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის რეპრესიულ სისტემას ამუშავებენ. ეს ის რუბიოა მის ელჩს ხანრა დააბრალეთ და ხანრა სკანდალური წერილების ამბავს აღარ გავიხსენებ. ეს ის რუბიო, რომლის სახელმწიფოს ინტერესები არ არის არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია სოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში. დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველესი ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს სოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება. გახსოვთ ზემოთ ლაურმა როიტირა მარტოებიძვითო, ესენი ცხო მარტოებიძვიან ღირსებით და ორფეხზე. გახსოვთ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც სოფლიო უნდა მოერგოს. ამათაც ხო ეგრე აქვთ. კრემლშიც ეგონათ, რომ ტრამპი მათი იყო, ამათაც ხო ეგონათ, რომ ტრამპუშკა მათი იყო, მაგრამ ვერც კრემლში და ვერც სეულში ვერ გათვალეს. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივი და ფუნდამენტური გადატვირთვა. ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. დიდი სტრატეგი უკრაინის
უკრაინის ომის დამთავრებაში რუსეთის გამარჯვებას გულისხმობს. ინტერესების შეცვლაში სამხრეთ კავკასიიდან და რეგიონიდან დასავლეთის გასვლას და საქართველოს რუსეთის რკინის ფარდის შიდა ეზოში მოხვედრას. რაც ან ვინც არ არსებობს, იმასთან ვერ დალაგდები. საკუთარ კორპორაციაში ვერ ალაგებს ივანიშვილი და ტრამპთან ხომ მით უმეტეს. სამაგეროდ ჩვენ გვაქვს ქართულ საზოგადოებას შანსი რუსეთის არეული დავალაგოთ. სამხრეთ კავკასიაში რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე ტექტონიკური ძვრების მონაწილეები გავხდეთ, რადგან რუბიოს თქმის გარეშეც ვიცით, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ, სადაც დაუშვებელია ანტიამერიკული კი არა, ანტიქართული ხელისუფლების არსებობა. და ბოლოს პუტინის მოკლული ნემცოვის პუტინი ომია სიტყვების ქართული ვერსია. ივანიშვილია ომი. ომი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ომი ქართული იდენტობის წინააღმდეგ. ომი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ომი საქართველოს მომავლის წინააღმდეგ. არ იქნება პუტინი, არ იქნება ომი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო.